ჩვენ დღეს გავიხსენებთ ყველასთვის ძალიან საყვარელ მსახიობს, რეჟისორს და მსახიობს ამავე დროს დრამატურგს, სცენარისტს, რომელიც ძალიან გვიყვარს თავისი სრულიად განუმეორებელი ფილმებით და ქართულ კინოში მან განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა და ჩვენ არ არსებობს წელი, რომ მისი ფილმი ვნახოთ ნებისმიერი თაობა, რომელიც არ უნდა იყოს და არ იყოს აღფრთოვანებული მისი სხვათა შორის. უნდა გითხრათ, რომ მე მყავდა მეზობელი ირე ბილანიშვილი კინოსამყაროში ძალიან ცნობილი ქალბატონი იყო მას ესეთი პოზიცია მეორე რეჟისორი, რომელიც კასტინგზე მუშაობდა ძირითადად და ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა. ჩემი კარის მეზობელი იყო, ჩემი დის ნათლია და მახსოვს, რომ ვარ 12 წლის და წაგვიყვანა ოჯახი, მე დედაჩემი და ჩემი და რომ უნდა ფილმში გჭირდებიო, ეპიზოდშიო და მე მაშინ ვიყავი ძველ კინოსტუდიაში, სადაც იღებდა ქალბატონი ნანა მჭედლიძე ფილმს ნამდვილი თბილისელი და სხვები. და მე მახსოვს ძალიან კარგად ეს გადაღების პროცესი იყავი ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნაყინი ვჭამე ბევრი დუბლის გადაღების დროს და ეს იყო დაუვიწყარი. არის ჩემი კადრი ამ ფილმში სხვათა შორის პატარა გოგა, რომელიც ის კინოს უყურებს, ესეთი კადრია, უყურებ ფილმს და მე დედაჩემი და ჩემი და იქ ვსხედავთ და მე ძალიან სასაცილო ვარ, როცა უყურებ ხოლმე ამ ფილმს და ასე რომ მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული ნანა მჭედლიძის ფილმში მასობრივ სცენაში, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს მის ქალიშვილთან ერთად. მაგდა მჭედლიძეა დღეს ჩვენთან სტუდიაში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი. 100 წლის გახდა დედა დღეს ამ წელს უბრალოდ და იცით რა, ასე მგონია რომ ის სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, მოყოლებული ამ ფილმიდან ვიდრე დღემდე, ამიტომ ეს ფილმი ძალიან მიყვარს, თუმცა მართლა განსაკუთრებით საეტაპო ორ ფილმს გამოვყოფთი იმ ბევრი ფილმიდან, რომელიც ქალბატონმა ნანამ გადაიღო, დღეს ბევრზე საუბარის დრო არც გვაქვს, ეს არის მართლა პირველი მერცხალი ეს საოცარი ფილმი ფეხბურთზე ქალის მიერ გადაღებული, თუმცა არავის არ გადაუღია, მე მგონი მამაკაც ასეთი ფილმი ფეხბურთთან დაკავშირებით და მეორე იმერული ესკიზები, რომელიც არის თითოეული ფრაზა ყოფით ცხოვრებაში მუდამ ხვდება. მე რა მინდა რითი მინდა დავიწყოთ საუბარი. თქვენ აღნიშნავდით თქვენს ინტერვიუებში ერთხელ ეს ბევრი ცნობილი ადამიანის შვილს ემართება ხოლმე. ეს დედის გარკვეული ნაკლებობა იმ მხრივ, რომ ის სულ დაკავებულია და სულ აქ მოლოდინი რომ მოვა და თითოეული შეხვედრა, თითოეული წაკითხული წიგნი, საღამოს არის მისთვის ბედნიერება. აი როგორი დედა იყო პირველ ყოვლისა ეს რო აღნიშნოთ, ძალიან უბრალო ქალი იყო. მე ყოველთვის ასეთი დაბეჭდილება მრჩებოდა, როდესაც მის ცხოვრებას ვუყურებდი და სამკაულები მას არ უყვარდა მაინც და მაინც, რომელიც ელიზაბეთ ტეილორს ჰქონდა. დიახ, არა, ელიზაბეთ ტეილორს ამ თვალსაზრისით სულ არ გავდა. სხვათა შორის ამ ბრილიანტებზე გამახსენდა ახლა რომ ვუყურებდი სიუჟეტს. როდესაც ჩამოვიდა თეირანიდან იქ პირველი მერცხალი მონაწილეობდა და იცით ორი პრიზი მთავარი პრიზი ხო. აი მაშინ ჩამოვიდა და თქვა რომ ორი ქალი ვიყავითო ბრილიანტების გარეშეო. ერთი მეო და მეორე ირანის დედოფალიო ხო. არ იმას კი ეკეთა, მაგრამ ნაკლები. სხვა ქალებს თურმე იგი ბრწყინავდნენ ამ ბრილიანტებით კი. მაშინ თან ვერც არც იყიდებოდა ჩვენთან ამდენი ბრილიანტი და ვერც იყიდა თავისი ჰონორარით და ხელფასით. ძალიანაც რომდომოდა და არც ქონდა. არც აი მაგალითად სამკაულს არ ატარებდა. აი რატომღაც ხო არ ქონდა ეს. რაც შეეხება დედას კი თქვენ მართალი ბრძანეთ, რა თქმა უნდა, ეს ნაკლებობა იყო, მე გამზრდელთან ვიზრდებოდი. მაგრამ რაც შეეხება თქვათ აი ყურადღებას, თქვათ აი აღზრდის თვალსაზრისით ეს ალბათ მაინც პირად მაგალითია ყოველთვის დამოკიდებული, ესე იგი რაც არ უნდა, თქვა დარიგებები ისმინო მშობლისგან, რასაც უყურებ, ხო, როგორც ცხოვრობს, რა. აი მაინც ყველაზე დიდი გაკვეთილი ეს არის ის ცხოვრება, რომლითაც მშობლები ცხოვრობენ. თქვენ არტისტობა გინდოდა თამის შემხედარებით? არ მინდოდა, არასოდეს არ მინდოდა და არც დედაჩემს. არც დედას არ. არა, არც აი რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ
კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამისაც. რატო? ეს სფერო, აი თვლიდა რომ ეს არის ძალიან რთული სფერო, აქ არის ძალიან მტკიცე ხასიათი საჭირო, აი ეს თვისებები პიროვნული, რომელიც ის თვლიდა რომ მე არ მაქვს. მაგრამ ერთ ფილმში მეც გათამაშოთ თავის იმერულ ესკიზებში. დიახ. როგორ მოხდით აი აქ? მიუხედავად იმისა, რომ აი არ უნდოდა ნამდვილად რომ ამ გზას გავყოლოდი, იმერულ ესკიზებში ძალიან მოინდა. სხვათა შორის სხვა ფილმებში სადღაც პატარ-პატარა მაგრამ აქ ყოველ შემთხვევაში და აქ კი აქ აი ეს აი ძალიან მოინდომა. იმიტომ რომ როგორც თვითონ ამბობდა, უნდოდა თავისი შვილი ყოფილიყო. აი ვინაიდან ეს არის ის ისტორიები, რომელიც მას ხო თავისი მოგონებებიდან ჰქონდა ეკრანზე გადმოტანილი, აი რატომღაც ასე და როგორც ჩანს ძალიან ძვირფასი მისთვის. ფოტოშოვის თვითონ რომ არ ეთამაშა მთავარი როლი ამ შემთხვევაში, თავიდან არც აპირებდა რომ თვითონ ეთამაშა თავარი როლი აქ და სრულად შემთხვევით მოხდა ეს ამბავი, იმიტომ რომ მსახიობი რომელიც უნდოდა რომ ამ როლზე ყოფილიყო, ის აღმოჩნდა რომ ფეხი ქონდა მოტეხილი ვერ ითამაშა და თვითონ გადაწყვიტა საბოლოო ჯამში და ითამაშა ეს როლი და ალბათ ამანაც განაპირობა რომ თვითონ რაღაცა დედა იყო ეთამაშა მის ქალიშვილს ამ როლს. ეს შეიძლება ესეც იყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ხრივ რომ დაეტოვეს. ფოტოშორის ფინალიც სხვანაირი უნდა ქონოდა. ცენზურას კი განიცდიდა ქალბატონი ნანას ფილმები, როგორც მე ვიცი, იმიტომ რომ ეს როგორც ყოველთვის ყოფილიყო ამ ესკიზების. კი, ფინალი უნდა ყოფილიყო, აი რომ ასე მეც ასე ვიცი, რომ აი ეს ძველი როგორ მიდის, როგორ ინგრევა ნასახლარები და როგორ ერთფეროვანი სახლები შენდება. მაშინ ხო ტიპიური პროექტები იყო, დიდგას აქანს არ აძლევდნენ. ხო, მაგრამ შეიძლება უკეთესიც არის ის ფინალი, რომელიც აქვს ახლა. სხვათა შორის იცით რა მინდა გითხოთ, აი დედა მოდის დაღლილი სახლში, ახალი რაღაცების დაწერა უნდა, თვითონ სცენარს თითქმის ყველა ფილმის, უმეტესი ფილმის სცენარის ავტორი თავად არის და აი გარკვეული სირთულე ან გულისტკენა მას თუ ქონია როგორც რეჟისორს და შემოქმედს ამ შემთხვევაში რაღაცა უნდა და რაღაცა ვერ გააკეთა, რაღაცის უფლება არ მისცეს. იყო ის გულდაწყვეტილი თავისი, ვთქვათ, ცხოვრებით, შემოქმედებით, თუ მაინც თვლიდა რომ ყველაფერი გააკეთა, რაც მას უნდა და რომ გაეკეთებია კინოში. გარკვეული გულდაწყვეტები ყოველთვის არის. ხა რომელი შემოქმედია, მით უმეტეს ეს კინო, რომელიც დამოკიდებულია დაფინანსებაზე, მით უმეტეს მაშინ ესეთი გეგმა იყო ძალიან მტკიცე, თემატური, ვთქვათ, იდეოლოგიური, ამდენი ეს უნდა ყოფილიყო იმდე. ხო, ასე რომ ეს რაღაც პატარ-პატარა წყენები, რა თქმა უნდა, ამის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ისე რომ გითხრათ, რაღაცა სერიოზული გულისწყობა ქონდა, ესეთი ნამდვილად. ძალიან კარგი. იცით რა მაინტერესებს, ძალიან დიდარია ქართული კინო, ვთქვათ, კომედიური ჟანრით, ლირიკული ჟანრით, მაგრამ მაინც ეს ყველაზე რთული ჟანრია, მაინც რომ შექმნა ისეთი ნამუშევარი, რომელიც მერე მართლა იქცევა ყველასთვის ძალიან საყვარელ ყველა დროში. თვითონ ძალიან ქონდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემოქმედება ცხოვრებაში არა გამოხატული იუმორი, მაგრამ აქვს შემოქმედებაში. ქალბატონი ნანა როგორ იყო? იყო ძალიან იუმორიანი. ძალიან, ზედმეტად. ცხოვრებაში. კი, ძალიან აქტიური და აი ყველაფერს სწორედ ერთხელ ნათქვამი მაქვს კიდევაც. აი მაშინაც კი, როდესაც ძალიან აღშფოთებული იყო, აი თქვათ რაღაც აი კონფლიქტი მოუვიდოდა ვინმესთან და აი მოვიდოდა სახლში და რომ დაიწყებდა მოყოლას აი ამ კონფლიქტის აღშფოთებული, აი გზა ეს ყველაფერი გადადიოდა კომედიაში. უკვე თვითონვე და თვითონ თავარ როლში ამ კომედიის. აი უკვე ირონიით უყურებდა. ეს სხვათა შორის როგორც ჩანს ეხმარება. ეს ძალიან ეხმარებოდა მას როგორც ცხოვრებაში, როგორც ჩანს ისე შემოქმედებაში, არა? აი წყვეტაზე თქვენ ბრძანეთ ახლა უცებ გამახსენდა, შეიძლება აქვს კავშირი იმასთან, რაც მკითხეთ. აი მაგალითად გელა სატელევიზიო ფილმი. ეხლა პატარ-პატარა ცენზურებს ყველა გადიოდა, იმიტომ რომ იქ ძალიან ლუპით უყურებდნენ. თუმცა მაინც გადიოდა ხოლმე ბევრი რამ. აი გელას შემთხვევაში სატელევიზიო ფილმი იყო, სადაც აი დიდი თანამდებობის პირს ეხებოდა საქმე. და რაღაც ისეთი კონტრასტი იყო ნაჩვენები, აი ეს თანამდებობის პირი, ვთქვათ, მისი ყოფა და
აი ამის საპირისპირო მისი მძღოლის ყოფა და შემდეგ აი ეს მძღოლი და ბავშვი მეგობრობენ აი ამ თანამდებობის პირისში, მაგრამ ფონი ვთქვათ აი ის რაც იყო ნაჩვენები აი ამ ორ ცხოვრებას შორის განსხვავება სასტიკად არ მოეწონათ მოსკოვში და აკრძალეს ანუ ის ფილმი საკავშირო დაკვეთა იყო და დაართეს ნება რომ გაეშვათ საქართველოში და საქართველოშიც როდესაც გადიოდა შუაში გაწყვიტეს, არ ვიცი, ვიღაცას არ მოეწონა ამ დროს, ანუ გაწყვიტეს ჩვენება შუაში ფილმის ჩვენება. თუმცა მე გადიოდა ხოლმე, ხშირად არა, მაგრამ იშვიათად. ალბათ აი ბოლოს მინდა რომ მაინც ვთქვათ მისი სურვილის შესახებ რომ ის თბილისში არა და ხონში დაკრძალულიყო. აი რა მაინც მაქონდა ამ ქალაქთან და თავის იმერეთთან ეს სურვილი იმდენად ძლიერი იყო მთელი ცხოვრება, საქართველოს თბილისში იყო და აქ მოღვაწეობდა, აქ შრომობდა, რომ რატო გადაწყვიტა მისი ანდერძით, რომ იქ ყოფილიყო მისი სამუდამო სავალი? რა არის იცით აი ხონი მთელი ცხოვრება 11 წლის იყო ალბათ დაახლოებით, როდესაც ძმასთან ერთად ვიძულებით თბილისში ხო გადმოიყვანეს ბავშვები. აი ეს ხონი იყო მუდამ აი როგორც რაღაც იდეალი. ეს იდეალი იყო ალბათ იმიტომ რომ ის მაშინ დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა და ეს იყო ყველაზე ბედნიერი როგორც თვითონ ის ამის გამო. შემდეგ თბილისი ძალიან უყვარდა. ხა წარმოიდგინეთ 11 წლის ასაკში ხონიდან სრულიად სხვა სამყაროში მოხვდა. ხო, ძალიან უყვარდა თბილისი და აი ბოლო პერიოდში ძალიან განიცდიდა. აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აი ამ ცვლილებას, რაც ქალაქში ხდება. ნუ ბუნებრივია ვითარდება ხა, იქ კარგიც არის ბუნებრივია ცუდით. და აი ძალიან კი, აი ეს მისთვის აი ნელ-ნელა ეს ქალაქი ხდებოდა უცხო და როგორც ჩანს, აი ეს ხონი მისთვის იდეალად ну ხონი შეიცვალა რა საქართველოს ყველაფერი ისე არა როგორც მაგრამ ხო აი მას როგორ ჩანს აი და გარდა ამისა იქ დაკრძალული დედა არის დაკრძალული მისი გამზრდელი რომლის უზომოდ მადლიერი იყო და უყვარდა და აი ასე მოინდომა მართლაც საოცარი ქალბატონი იყო და ძალიან ბედნიერია ის თაობა რომელიც მასთან მაგ პერიოდში ცხოვრობდა და იყო პირველი მნახველი მისი ასე ვთქვათ შემოქმედებისა. უღრმესი მადლობა რომ დღეს დაგვითმეთ დრო და რომ გავიხსენეთ მართლაც საოცარი ქალბატონი და არაჩვეულებრივი ფილმების შემქმნელი ნანა მჭედლიძე. ჩვენ დღეს ამით ვასრულებთ ჩვენს პროგრამას. თქვენ ხვალ ჩემი კოლეგები იმას მიძლებენ მე 4 შაბათს შევხვდებით კვლავ. კარგად ვანდებოდეთ, კარგ კვირას გისურვებთ.